ქართული ხალხური ზღაპარი, ძმები. იყო და არა იყო რა. იყო ერთი ღარიბი ცოლ-ქმარი. ყავდათ ორი ვაჟიშვილი. ცხოვრობდნენ გაჭირვებით, პურიც აკლდათ და ფულიც. ვაჟიშვილები წამოიზარდნენ. უფროსმა ძმამ ცოლი შეირთო და მშობლებთან ერთად დასახლდა. უმცროსი ძმა კი იქ ვეღარ მოთავსდებოდა. ადგა და სოფლის ბოლოს დასახლდა. უნდოდა ხარურემის შეძენა. ჯერ მიწის ბატრონს დაუდგა მოჯამაგირეთ, შემდეგ საქირაოთ იმუშავა და რის ვაი ვაგლახით იყიდა ერთი ურემი ხარები. გაჭირვებით ხნავდა და თესავდა, წლის სარჩოპურს ძლივს იწევდა. როცა დაცელ შვილდა, კიდე უფრო გაუძნელდა ცხოვრება, მაგრამ გულს არ იტეხდა. ერთგულად მუშაობდა და მომავლის იმედი ჰქონდა. არც უფროსი ძმა ცხოვრობდა უკეთესად. მას ცოლ-შვილთან ერთად დედმამაც ჰყავდა სარჩენი. მაგრამ გულს არც ეს იტეხდა. პატიოსნად შრომობდა და მომავლის იმედი ჰქონდა. გავიდა ხანი, ერთ წელიწადსაც ცუდი მოსავალი იყო, გვალვამყანები გააოხრა. უმცროსმა ძმამ რაღაც 20 ძნა მომკა. ასევე ცოტა მოუვიდა პური უფროს ძმასაც. მისი მომკილი 25 ძნა ძლივს იქნებოდა. უმცროსმა ძმამ იფიქრა, ჩემს ძმას ძელს ძალიან გაუჭირდება, ღარიბად ცხოვრობს. ცოლ-შვილთან ერთად დედმამაც მის კი სერზია. მოდი, ჩუმად რამდენიმე ძნას წავიღებ და მის ძნებში შეურევო. როცა დაღამდა, აიკიდა ზურგზე 2 ძნა და წაიღო. მთვარე ჯერ არ ამოსულიყო, მაგრამ ვიღაც კაცი კი დაინახა გზაზე. მასაც ძნები მიჰქონდა. შინ რომ დაბრუნდა, ისევ 20 ძნა დაუხდა. ახლა უფრო გაუკვირდა, ნეტავე რა მემართებაო, იფიქრა. ძლივს ვაივაგლახით აიკიდა 4 ძნა და ისევ ძმას წაუღო. შუა გზაზე კვლავ შეეჩეხა ვიღაც ძნებაკიდებული კაცი. ერთმანეთს დაეჯახნენ. გამოესაუბრეს და ერთი მეორე იცნეს. თურმე ეს უფროსი ძმა ყოფილიყო. უფროს ძმას ეფიქრა. წელს ცუდი მოსავალი იყო. უმცროსი ძმა ღარიბად ცხოვრობს. მოდი, რამდენიმე ძნას ჩუმად მივიტან, ძმა არის, ბედნიერად იცხოვროსო. ძმებმა თავიანთი თავგადასავალი უამბეს ერთმანეთს. ორივეს ცრემლები მოადგა თვალებზე. ერთმანეთს გადაეხვივნენ და დიდხანს საუბრობდნენ ამ შუაღამით. ასეთია ნამდვილი ძმობა. ამიტომ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ძმური სიყვარული და ურთიერთდახმარება ნებისმიერ სიმდიდრეზე ძვირფასია. გამოიწერეთ არხის ზღაპრების სამყარო და მოიწონეთ ვიდეო, რათა ახალი ზღაპრები არ გამოტოვოთ.